ეს არის დაპირისპირებულთან ცნობიერი და არაცნობიერი, რეალური და ჯერ ერთი რამე წარმოსახვითის, რაციონალურის და ირაციონალურის დაკავშირების და მათი გაერთიანების ფუნქცია. ჩვენში არის დაპირისპირებულობა. ყველა ადამიანში ეს ცხოვრების ატრიბუტია. რაციონალური, ირაციონალური, თეორიული, პრაქტიკული, წესრიგი, თამაში, ეროსი, ლოგოსი, ხო? ფანტაზია, რეალობა. უკიდურესში არასდროს არ უნდა წახვიდეთ. ამ ორ თუ მედგას რომელიმე მხარეზე და ჯიუტად იცავს ცალფრივ მხარეს და თავის კონტრპოზიციას არ უსმენს, მაშინ ეს აუფეთქდება. ამიტომ მე უნდა გამართოს დიალოგი თავის საპირისპირო საწინააღმდეგო პოზიციასთან. პოზიციამ ოპოზიციასთან უნდა გამართოს დიალოგი. ანუ ადამიანი, რომელიც ძალიან რაციონალური ცხოვრებით ცხოვრობს, ირაციონალურთან უნდა დაამყაროს კავშირი. ის, ვინც ძალიან დისციპლინირებული ცხოვრებით ცხოვრობს, მან უნდა სპონტანურთან, თამაშთან უნდა თორე აუფეთქდება ეს. ის ნაწილი, რომელსაც ის უგულებელყოფს. მაგრამ თუ დიალოგი მოხდა, მაშინ იბადება მესამე. ეს არის სინთეზი, რომელიც ორივეს მატარებელია. მესამეში. აქ იუნგი უახლოვდება მისი აზრით ცივილიზებული ადამიანის ცნობიერების მატარებელი გონება არაცნობიერს ამუხრუჭებს და მის რეპრესიას ახდენს, განდევნას. მაგრამ თუ ესე გაგრძელდა გამონთავისუფლებული, ამოფრქვეული არაცნობიერი უდიდეს საშიშროებას შეუქმნის ეგოს და საერთოდ კაცობრიობის კულტურას. ამგვარი საშიშროების თავიდან აცილება შეიძლება დაპირისპირებული მხარეების დიალოგის გზით. ეხლა როგორ შეიძლება დიალოგი ვაწარმოოთ იმასთან, რაც შემისაპირისპირო? ერთი არის ესთეტიური დამუშავება, მეორეა ინტელექტუალური ანალიზი. ესთეტიური დამუშავების დროს, მოკლედ ვიტყვით, ჩვენ ხაზში მხატვრულად გადმოვცეთ იმას, რაც საპირისპიროა. და მეორე გზა არის, როდესაც ჩვენ ინტელექტუალურ ანალიზს ვაკეთებთ იმისა, რაც საპირისპიროა. ხო? ამ ორი პოლუსის შერიგება ხდება მოსმენით და ადამიანის აზროვნებაც არის ორი საპირისპირო. ეს არის დიალოგი. სოკრატისეული დიალოგი. ერთი ყოველთვის სვავს კითხვას, მეორე პასუხს სცემს. მეორე სხვანაირად სვავს კითხვას, მეორე პასუხს სცემს. ანუ ყველა ადამიანში არის სხვანაირად რო ვთქვათ, პროკურორი, ადვოკატი და მოსამართლე. ეს შინაგანი პროცესია. ყოველ წუთას ხდება ეს. ადამიანმა თუ დაახშო რომელიღაც ნაწილი, ეს აუფეთქდება. ცალმხრივობაში გადადის ნევროზში და მერე ფსიქიკური ჯანმრთელობა ირღვევა. იუნგი თვლის ნახეთ რას ამბობს, რომ თანამედროვე დროში მძაფრად ჩანს თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა ერთმანეთის მოსმენის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნებისმიერი საზოგადოების არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მისი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრება სურს, ანგარიში უნდა გაუწიოს ამ ფუძემდებურ პრინციპს. რამდენადაც ადამიანი არ უშვებს და არ ღებულობს სხვა ადამიანის სიმართლეს, იმდენად ის შინაგანი სხვის არსებობას უარყოფს საკუთარ თავში. შინაგანი დიალოგის უნარი ეს საცდელი ქვაა, რომელზედაც ჩვენი მიუკერძოებლობის, ობიექტურობის უნარის გამოცდა ხდება. რაც კულტურის საწინდარეა და სტაბილიზურობის.